მოგესალმებით. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის ნომერ 2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი. წარმოგიდგენთ პროექტს მენიუ კალორიებით, რომელიც რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელი ლეონარდო და ვინჩის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტი წარდგენილი იქნა არიზონას შტატში Intel ISF-ის გამოფენაზე. პროექტი მეორადი ნამწვისეთების უტილიზაცია და მისი ბიოდიზელად გარდაქმნა წარდგენილი იქნა ქალაქ სტამბოლში ნორჩ მეცნიერთა ოლიმპიადაზე და დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი. პროექტს მოყვა გაგრძელება ბიზნეს იდეის სახით და დაიკავა პირველი ადგილი. ინტეგრირებული კვლევითი პროექტი ელექტროინჟინერიის გამოყენებით ERLR-ი შეიქმნა ატმოსფეროში მავნეერების აღმოჩენის სისტემა, მობილური აპლიკაციით და ბიზნეს იდეა. პროექტმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ჩვენი აქტივობით გაიხსნა ვარშავის 26 სამეცნიერო პიკნიკი, ჩვენს მიერ შექმნილ გრაფიტის ფორტეპიანოზე შევასრულეთ საქართველოს ჰიმნი. თემის საჭიროებიდან გამომდინარე, დაიგეგმა და განხორციელდა კვლევითი პროექტი წყლის მინერალიზაცია და კარსტული მღვიმეების კვლევა. პროექტი წარდგენილი იქნა სალისის საერთაშორისო ფესტივალზე. გავიმარჯვეთ და ჩემს მოსწავლეებთან ერთად პროექტს წარვადგენ ლიტვაში. 21 საუკუნე გამოწვევების საუკუნეა. ამიტომ ვცდილობთ ის ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რაც ჩვენ სკოლაშია, გავუზიაროთ საჩხერის თემის მოსწავლეებს. ჩვენ სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა წარმატებით საზაფხულოსდენ ბანაკი, სადაც მონაწილეობდნენ საჩხერის თემის მოსწავლეები. მადლობა ყურადღებისთვის.